მოგესალმებით სვირფასო მეგობრებო, ტაროს კითხვა არის ჩემი პროექტი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ნახოთ რჩება. მისთვის არის ძალიან გულუბრყვილო თემა თუ რაღაც ძალიან ესე კი ასეთი ვარიანტი. ძალიან გულუბრყვილო. ადამიანის სხვათა შორის მაინც რომ მიდის სწორი მიმართულებით, ამას გრძნობს. არ არის გამორიცხული, აქ რაღაცები თავიდანაც დაიწყო ადამიანმა, ხო? რაღაც ესეთი მომენტი გვაქვს, ნახოთ რჩება. მიყევით აქ ცხოვრებას, დინებას, ამ თქვენს მიმართულებას, სწორი მიმართულება გაქვთ აღებული. აქ ზუსტად ის მომენტი დადგება თქვენს ცხოვრებაში, რომ ნახეთ როგორ არის არ არის გამორიცხული, შეიძლება რაღაცამ ძალიან დიდი წარმატება ან რაღაც შექება ან ხალხიდან რაღაც აი დიდება თითქოს ესეთი რაღაც ფიქსირდება ხო აი სხვები რომ მიუთითებენ აი ყოჩაღ აი მალადეც აი როგორ რაღაცა ესეთი თემა დაფიქსირდა აქ ჩემო კარგებო აქ ახალი საწყისი ნამდვილად ფიქსირდება მაგრამ იცოდეთ რომ ეს საწყისი არის ძალიან კარგი ძალიან წარმატებული უბრალოდ აქ ისიც გაითვალისწინეთ რომ ცოტა თვალის თემა ნამდვილად რაღაცა ბურსავით გიყურებთ ხო მანახე ეს რა არის ვინ არის ეს უკვე თქვენს პირადის თემაში ვინ ვიყურებთ მაინც დაახლოებით ესე ბურსავით მანახე ვინ არის არ მეუბნები ვინ არის ხო ცოტა ესე რომ ვთქვათ ეს არის ის ხალხი ეთყობა ძალიანაც რომ არ გიცნობენ ცოტა გარეშე ხალხი დაფიქსირდა აქ ფარულად რო გიყურებენ რაღაცა და რომც ვერ იფიქრებ რომ ამას კიდე რაღა უნდაო ესეთი თემა გრჩება და აქ ხო ამიტომ ამ თქვენს წარმატებას ხედავთ ხო აი ეს არის კი ეს არის საერთოდ გარეშე ხალხი არ ვიცი ახლა სოციალური ქსელით აღწევთ მაშინ ამ წარმატებას იმიტომ რომ მან შეიძლება ესეთი არ ამკითხე მომბე ხალხი ხო დაფიქსირდეს დაიწყოს ეს რა ქვია ერთი გოგონა სხვათა შორის ტანსაცმელს ყიდის რაღაცა და იმენა ჯიბეში არის ხალხი ჩამძრალი ამას ისე იაფად ყიდულობ ამდენად ყიდი ისე შვები ასე შვები ნუ გოგოს გული გაუწვრილეს რასაც ქვია ეს არის ზუსტად არ ამკითხე მომამბე ხალხი ვიღაცამ გამოლანძღა რა შეგვაწუხეო ამ კაბებით ის და მე უკომენტარებს ის რა ქვია ერთი კაბა მაჩუქო ჯერ ლანძღავს და მე თან თურმე უნდა აჩუქოს ხო და აი რაღაც ვიგინდა რა ხო საერთოდ რომ არ ვიცი შეკაცო აქ დაკომენტარებას და გულზე ხეთქოს ადექი და მიბაძე სიტყვაზე მე არ მიყვარს ეს მიმბაძველობა იმიტომ რომ უნდა იყო ინდივიდუალური მაგრამ მე როცა მეტი გამოსავალი არა გაქვს მაშინ ხო კაი მიბაძე და იშრომეთ რომ დახარჯე ამ ნეგატივის იმას ხო ფრქვევას და ლანძღვას და გინებას. აი რაღაც ესი არის გარეშე ესე რომ ვთქვა რაღაც ესე რომ ვთქვა ფიქსირდება. მაგრამ აქ რჩევაში ის არის რომ ამას თქვენ მაინც არ მეაქციოთ ყურადღება, ვინმეს ნეგატივს არ გამოყვეთ. ეს რა არის, რა გაწუხებთ? ხო, ეთყობა აქ ცოტა გულის პრანჭვები თუ არ გაქვთ მალე დაგეწყებათ იმ ხრივ რომ ვიღაც მამაკაცი ესე რომ ვთქვა გაღელვებთ პიროვნება ხო შემოდის ან არის თქვენს ცხოვრებაში და აქ ის მომენტი არის რომ რაღაცები აქ შეიცვლება და ეს ცვლილება როგორ არის იცით თან მტკივნეულია თან რა ვიცი რაღაცნაირი არის აი როგორი ცვლილება არ არის გამორიცხული რომ
ვიღაცასთან როგორი რამე იყოს, იცი, აქ ვიღაც მოვიდეს და ესე დახმარება გხოს, ისეთი ადამიანი, რომელთანაც დაასრულეთ ურთიერთობა, ხო? ან და დახმარება გთხოვოთ, ეს გზაზე არის. მოდის იმენა პირდაპირ სხვათა შორის შესამჩნევი გახდება მისი მოსვლა თქვენთან. ანუ აქაც ძალიან კონტროლის ქვეშა ხარ, თუ რა იყო მეზობლებიც გიჭვიდინებენ, თუ რა ხდება ვერ გავიგე, იმიტომ რომ თითქოს ყველგან ხალხი და ისეთ იმას ვხედავ, ხო? სულ თვალში ხართ, ვიღაცის თვალში ხართ და აი ამ მამაკაცთან დასრულებული არის, მე რავი, დასრულებულია და თითქოს მაინც ესე რომ ვთქვათ, კარგით და ნახოთ მაშინ ამას რა უნდა რჩევა, უნდა დაეხმაროთ. იცოდეთ თუ ამას მიიღებთ და დაეხმარებით, მე უკვე აქ გამოდის სხვა ურთიერთობაზე გადადის ეს ადამიანი. შეიძლება ეს უკვე იყოს ის თემა, რომ აქ გრძნობებით რაღაცები ისევ წამოვიდეს, თუ ვინმესთან დაასრულეთ, ხო? ეხლა მე როგორ განვითარდება მე ეს უკვე აღარ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც აი ეს იქნება ერთგვარი, ისა რა ქვია, მოდი ასე ვთქვათ, საბაბი, მიზეზი, რაღაცა, რომ აი ეს დახმარება და ის გადადის უკვე სხვა პოზიციაზე და გადადის სიყვარული გრძნობებში და იცით რა არის, არ არის გამორიცხული, შესაძლებელია ახალი პიროვნება იყოს საერთოდ ვინმესთან ეს და ნახეთ როგორ არის ესეთი ფორმით შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ხო? რეალურად ჭირდება ამ ადამიანს თქვენი დახმარება? რეალურად მე ვერ ვიტყოდი. ჭირდებოდეს, მაგრამ რაღაც ესეთი ფორმით შემოდის, აჰა. მანიპულაციაც არ არის. ცლად ესეც ვერ დავარქვე მანიპულაციას. აი ასე რომ აქ ვითარდება. რჩევა ის მომენტია უბრალოდ რომ როგორ არის იცით? რა ვიცი, ამ თვალის და ამ რაღაცებზე ცოტა პატარა დაცვა მაინც დაიყენეთ, ხო? იმიტომ ძალიან რაღაც მე როგორ იქნება, ნახეთ, ამ წუთში შეიძლება ვერაფერს ვერ გაკლებენ თქვენ, არ მიფიქსირდება რომ აქ ვინმე ასე რამე დაგიშაოთ, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ, ხო, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი, ესე რომ ვთქვათ, ირგვლივ ეს მომენტი. დანარჩენი აქ მე ვფიქრობ, რომ უნდა გაყვეთ თქვენს მიმართულებას, იმიტომ რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ, ძალიან დიდი წარმატება და აქ პირადიც ლაგდება ჩემოკარგებო ვიღაცასთან. ლაგდება, კი ბატონო. კი. კარგი საბოლოო პასუხი ვთხოვოთ იმას აროს რას გვეტყვის საბოლოო პასუხი რა არის აქ. ეჩით რა არის, აქ იმდენი შანსი, იმხელა ესეც მომავალი გეგმა, თქვენ მომავალ გეგმასთან, რაც არ გამოგდიოდათ, ხო, ნახეთ, აქ მაგივრად დაზიანებული იყო თუ რაღაც. ეს რაც არ გამოგდიოდათ, მე ვფიქრობ, რომ და გადაიღალეთ შეიძლება საბოლოოდ ამას გეტყოდით, არის აქ რაღაც საკითხები, ხო, ან გაურებული იყავით, ან ორ საქმეს ორ რაღაცას ესე ეჭიდებოდით. იცოდეთ, რომ ეს კი მართალია გადაიღალეთ, გაამბავია მდენი ორიანები და რღვევა ფინანსურიც. არ აქ თვალის თემას მიხედეთ, საბოლოო პასუხი ეს არის. ნახეთ, ყველაფერი თითქოს დალაგებული არის აქ, მაგრამ ეს არ მომწონს მე ამდენი ეს. კარგი განახე. სამს ყველაფერს მაინც გადანახავს. თქვენი ნახეთ, თუ კი რაღაცაში კი აქ იყო ესეთი მომენტი,
რაღაც შეიძლება შეჩერებული თქვენი იკავებდით თავს, გაურებული ესეთი მომენტები კი ფინანსური, ნახეთ ფინანსური რღვევაც კი. ანუ არასწორი ხარჯები შეიძლება ან გაუთვალისწინებელი ხარჯები. ამ შემთხვევაში მე გეტყოდით, რომ ეს ყველაფერი მოდის აი ზუსტად მაქედან. მე არ ვიტყვი, რომ ეს არის როგორი რაღაც იცით, მაგიური დაზიანება ეს არ არის, ეს არის უბრალოდ რაღაც ძალიან თვალში ხვდებით ვიღაცას. ხო, გადაწყვეტილების მიღებისას აქ კიდევ სამომავლოდ უკვე რჩევა ის არის, იმიტომ რომ აქ ამოვიდა, ხო, აი ნახეთ რამდენია. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იყოთ აქ ფრთხილად. აი მოქმედება და სიტყვებიდან გამომდინარე. ნახეთ როგორ არის აქ თქვენს სიტყვაზე, თქვენს მოქმედებაზე არის ყველაფერი, მოკლედ რჩევა ეს არის, აჰა. აქ ყველაფერი დალაგებულია, ამდენი ვილაპარაკე და საბოლოო დასკვნა ეს გავაკეთე, ნახეთ. პატარა თვალი კი გასაგებია ეს, მაგრამ თითქოს ყველაფერი ლაგდება უბრალოდ გასათვალისწინებელი ყველაზე მეტად რაც გაქვთ. ეს არის ძალიან დიდი სიფრთხილე სიტყვებთან, მოქმედებებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს ქმნის უკვე გარკვეულ რაღაცა, არ ვიცი მე, რაღაცა ჯაჭვს, ისეთი რაღაცა არის. ეს აი თქვენი სამომავლო მომავალი როგორ იქნება, ამაზე ძალიან არის დამოკიდებული ამ ეტაპზე. აი ეს არის. აქ ჭკვიანური მოქმედებები გჭირდებათ. კარგით და ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ შედეგი. ხო, მაშინ თქვენ ხართ უკვე ეს უნდა თუ გაითვალისწინებთ, მე გეუბნებით 100%-იან კი ის ყველაფერი იდეალურად იქნება. ყოველი სიტყვა, ყოველი მოქმედება აქ უნდა იყოს. იმიტომ რომ როგორ არის, იცით, ერთხელ დამემართა მე ესეთი რაღაცა. მოგიყვებით, ნახეთ, რაღაცა დავასტატუსე იმაში, მე მგონი ადრეც მაგონა ყოლი Facebook-ზე და ეს სტატუსი მიიღო ერთმა გოგომ თავის თავზე. ქალს საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ მისი საქმე იმდენად ყოფილა გაფუჭებული და თან ცოტა ცნობადი, ახლა ცნობილი არა, საქართველოს ფარგლებშიც არა, თქვენ წარმოიდგინეთ. მაგრამ იმდენად რაღაცა ისეთი იმით იყო ცნობადი, რომ და საქმეც ისე ქონია გაფუჭებული, ალბათ იფიქრა, რომ მეც ვიცნობდი და რა ვიცი, რადგან მეგობრებში იყო რაღაცა, ახლა ვეტაკე და სინამდვილეში ქონდა ესეთი მომენტები, რომ სულ ყველა ლანძღავდა, სულ ყველა რაღაცა ერჩო და მოკლედ რა ვიცი მე. ხო და არა და საერთოდ არ ვიცნობდი. დავაკომენტარე, რა ვიცი მე რა სტატუსს დავდები ახლა რა მახსოვს და დამიახლოვდა. მერე ბიჭო იქ რაღაცები დაიწყო არევა ჩემთან საქმეებმა იქეთ, აქეთ და ბოლო-ბოლო მივხვდი, რომ ამ გოგოდან არის ყველაფერი და მერე ვუთხარ, აინა მეთქი კაცო. მე შენთვის მევთხარი, არა ის ნინო, ავდექი მერე და პირდაპირ ვთხარ, შენ მევთხარი, იმიტომ დამიახლოვდი მევთხარი, შენ თვითონ მომიყვა თან თავის შესახებ და არ თვითონი და მევთხარი, ხო მიხვდი რომ მე შენ არ გიცნობ, თქო, ერთხელ ვეუბნები ესე, არ გიცნობდი სინამდვილეში, კიო. ხო და შენ მევთხარი, მე იმიტომ დამიახლოვდი მეთქი, მე ესე სტატუსი დავდევი და შენ ეს სტატუსი მიიღე, ესე იგი შენ თავზე თქო. და მე ჩემს ცხოვრებაში რაღაცეები ესენი რაც განვითარდა, მევთხარი, შენ რაებსაც ცდილობ კიდე რაღაცეები უნდა და აი ესე ვთქვა, გამოვეშაირებინე მეც და გამოვედევი ესე რომ ვთქვა, საქვეყნოთ, მაგრამ არ გამოვიდა. ამას ცდილობ მეთქი და დამანებე თავი მევთხარ, შენი მისამართით, ეს შენ არის შენი ეჭვი, შენი პრობლემა გაქვს, გასაგებია, მაგრამ ყველა სტატუსი მევთხარ შენ თავზე კი არ უნდა მიიღო მეთქი. ეხლა ხო დარწმუნდი რომ შენთან მე არაფერი ის არ მქონია არასდროს თქო. და
სიკეთის მეტი არა შენთან ვერ გამიგეთები არა უკიო და ვერ უარყო თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ უთხარი კი მაგის გულზე დაგიახლოვდიო ლამის მითხრა ქალმა და ხო მითხარ აიპოვე ჩემთან რასაც ეძებდი არა ვერაფერიო მითხარი მაშინ всё მეთქი რა ეგ თემა მოკვდეს თქო მაგრამ ну მე დავშოვდით ყველაფერი ახლა მე 10 მინუტა ამასთან მეგობრობა და რისი თქვა მინდა იცით აი ხომ იმ პერიოდში რაღაცეები იყო ნახეთ ზღვაზე წავედით სიტყვაზე და გადამიღო რო ვიჭექი სურათი და საერთო რაღაცა ესეთი ჩატი იყო ბათუმელების ამ ჩატში შემთხვევით ვითომ ჩააგდო ეს წარმოიდგინე მე არასდროს ვულგარულად და მით უმეტეს შიშველი ფოტო არსად არ იმასქნია დამიგევს და მალე შევამჩნიე ერთმა დააკომენტარა ვა ნინო ესე რაღაც ხო და იმ წუთში გვერდით მყავდა შენ თქვა რა ჩააგდე ახლა იმან მეც ხო ვნახე გვერდით უი ბოდიშიო ვერ შევხედე რა გადავიღეო და ეგრევე გააქრო ის ვიდეო მაგრამ შეეცადა რომ რაღაცა ხო ხვდები ესე მიხვდით ახლა გამოვეშაირები და კიდე მრავალი სხვა და ესეთი რაღაცეები რო ხდებოდა და იმ წუთში მე ანუ რა ვიცი მოხდა ისე რომ აი იმ წუთში მქონდა რეაქცია იმ წუთში რეაგირებდი და არ მივეცი რა ამ ყველაფრის განვითარების საშუალება ხო რომ რაღაცა მომხდარიყო ჩემთან ისეთი არეულობა მაგრამ რომ ეს მოეხერხებია ჩათვალეთ რომ როგორც თვითონ იყო გამუქიაქებული ისე გამომაქიაქებდა ალბათ მეც ხო სავარაუდოდ მაგრამ ეს არის უკვე ჯაჭვივით აი გადაება ჩემს ცხოვრებაში მე ხო ვიცი რომ რაღაცეები ესეთი არ ხდება შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში ნახეთ როგორ რაღაც არის მე დაიწყო ეს არეულობა ესე შენ ცდილობ რაღაცებს აი ზუსტად აქ რაღაც ესეთი მომენტია ჯაჭვივით ნახეთ გადაება და შედეგების სამომავლო შედეგებს და რაღაცებს ხებულობ ხო აქედან თავისთავად უკვე და ეს ყველაფერი მოყვა ჩემ სტატუსს თქვენ წარმოიდგინეთ და ამაში მე 1-2 წელი დამჭირდა ეს გოგო მოკლედ მისი ადგილი მიმეჩინა და დაურწმუნებულიყავი მართლა რაღაცა და იმდენად რა ვიცი დრო სჭირდება ხო ამ ყველაფერს და წარმოიდგინე აი ესეთი რაღაცა არის აქ აი თქვენს სიტყვაზე თქვენს მოქმედებაზე არის რაღაცა ეს სამომავლოდ რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, როგორ უნდა განვითარდეს ეს ყველაფერი დამოკიდებული. თუ ამას გაითვალისწინებთ ამ რჩევაში, ვისთვისაც არის ეს გაშლა ამ წუთში, აქ მე გეუბნებით 100%-ით, რომ აი რაც მე ვთქვი, რომ ყველაფერი თითქმის თავიდან მე რჩევა არ დამიწყე იდეალურად დალაგდა ეს ყველაფერი გექნებათ. აბსოლუტურად წარმატება ფინანსები დაოჯახება თუ ოჯახი არის თუ სიყვარული არის თუ წინსვლა თუ საზოგადოებრივი ყველაფერი ლაგდება აქ უბრალოდ ეს უნდა გაითვალისწინოთ ეს არის რჩევა ჩემო კარგებო რაღაცნაირად ცოტა ისე ვარ არ ველოდი ხო რაღაცა თავიდან გამიჭირდა თუ რავი თუ ამას არ გაითვალისწინებთ, რა იქნება? რაც მე ვთქვი. მოიცადეთ, თუ ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებთ, რა იქნება? ამ შემთხვევაში მოგიწევთ ესე რომ ვთქვათ, სულ შანსების ძებნა, სულ გამოსავალის პოვნა, სულ რაღაც ემოციების, რაღაცების, აი სულ ძებნა რაღაცების თუ გაითვალისწინებთ, ნუ ეს ხომ ნახე ახლა მეორეჯერ კითხვა არ არის საჭირო. მაშინ უკვე ყველაფერი იდეალურად ლაგდება. მე გისურვებთ ჩემო კარგებო წარმატებას. მეც უნდა მოვისმინო ეს ვიდეო. იმიტომ რაღაც მეც უნდა მოვისმინო ეს ვიდეო. დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით.